საკითხები ალბანელების მემკვიდრეები კი ჩვენა ვართ. ეხლა ამ თემას რატო ვეხები, იცით? იდეოლოგიურმა სიმახინჯემ და ჟინიანმა შეხედულებათა სისტემამ იცის ის, რომ ქვეყანაში ამდენი ათეული წლის შემდეგ არ მოიძებნა სერიოზული ჯგუფი, რომელიც დაჯდება და მოგწონს შენ თუ არა რა მოხდა თუ არ მოგწონს, გაანალიზებს ამას დეტალურად და იტყვის, აი აქ არის ჩვენი შეცდომა, აქ არის საერთო გაუგებრობა, არა ჩვენ ვართ მართლა ვიღაცა აფსოები ჩამოვიდნენ, არიქა ესე იგი ჩვენ ახლა ეს ყოყლოჩინა სისულელე კიდე გეუბნებით მე ეს უამრავი შრომა მაქვს ამაში გაწეული რომ გარკვეული ყავ მე გარკვეული ვარ ყველაფერი ნებისმიერს დაუჯდები სასაუბროთ სად არის ჩვენ არ ყველაფერი რაც მოხდა საქართველოში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ იმის გამო რომ ეს გეოპოლიტიკური თამაშის გამოძახილი იყო ჩვენ აქამდე ვერ მივედით ჩვენი აზროვნებით ჩვენი პოლიტიკოსები იმანდეც ვერ მივიდნენ და აზრი არ იყვნენ რომ ესენგე როცა შემოთავაზეს საქართველოს ეს ესენგე რუსეთის პროექტი კი არ იყო ეს ამერიკელების პროექტი იყო იმიტომ რომ აი როგორც ბრიტანეთის იმპერია დაშალა ამერიკელები მარტო ვერ დაშლიდნენ საბჭოთა კავშირი დაიხმარა და თანამეგობრობა გაუკეთა იმ თანამეგობრობა მიმუშავა 25 წელი ინგრეოდა ბრიტანეთის იმპერია ისეთივე თანამეგობრობა გააკეთეს ამერიკელებმა მაშინ როცა მამა ბუშის ჯგუფმა ჩეინის ჯგუფს მოუგო კენჭისყრა ჩეინის ჯგუფი მოითხოვდა რუსეთის 50 ქვეყნად დაშლათ სახელმწიფოდ დაშლათ გასაგებია რატო მარიონეტულ სახელმწიფოებს გააკეთებდნენ ყველა სიმდიდრე ცალკეული სახელმწიფოს ხელში მოქცეოდა და თავიდან ბოლომდე ამერიკელები გააკონტროლებდნენ ჩვენ ვერაფერ ამას ვერ მივხვდით რატომ იყო ესენგე ამიტომ კი იცით ის დებატები მაშინ ახალგაზრდა იყავი მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაინც გექნება ესე იგი რა არის იცით დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხელში ჩაგდების მერე ჩვენ მოუკიდებელი სახელმწიფო. საბჭოთა კავშირი დაიშალა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების წყალობით და დიდი ხნის მზადებით და არა ის რომ თბილისში ვიღაც მიტინგებს აწყობდა და ამან ნული პირიქით ეს ყველაფერი იგივე ტრაგიკული ჩვენთვის 9 აპრილი იგივე ვილნიუსის მოვლენები ეს იყო კარგად დაგეგმილი კგბ-ს აქციები რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე. ასე რომ ჩვენი თავარი პრობლემა არის გავერკვეთ რა ხდება. ჩვენი თავარი ამოცანა არის ავწონოთ ყველა როგორ ერთი კითხვა მექნება, აი მე არ მომწყინდება თქვენი მოსვენა, მაგრამ აი იცით, მოდი ვთქვათ ძალიან წარე სიმართლე მინდა რომ მოისმინოს საზოგადოებამ. თქვენ ხელი მიგიწვდება ძალიან ბევრ ფაქტთან დაკავშირებით. აი რა მოხდა მუჰაჯირობის მომენტში და რატომ აღმოჩნდა ეს ბზარი, საიდანაც მოყოლებული იქნა ჩადებული გესლი ქართველებს და იმ დარჩენილ აფხაზებს შორის სხვათა შორის მე მაქვს წიგნი წაკითხული რუსი არის ავტორი ლაზარევია მე მგონი მტერი და მეგობარი კავკასიის ქედს გადაღმა სადაც წერს რომ რუსეთის იმპერიამ 1909 წელს როგორ წაიყვანა აფხაზი ახალგაზრდები პეტერბურგში როგორ ასწავლა და ჩაუდო გესლი თავში იმის შესახებ რომ მუჰაჯირობა თქვენ მოგიწყვეს ქართველებმა კრასნაია-პოლიანას ბრძოლის შემდეგ რაც მოხდა და განხორციელდა ეს რუსეთის იმპერიის დამსახურება კი არ არის ეს ქართველების დამსახურება ქართველი გენერალიტეტის დამსახურება თვითონ საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ის დარჩენილი აფხაზური ეთნოსი აფხაზეთის ტერიტორიაზე აი ამ შხამით გაიზარდა და შეიქმნა ქართულ ასე რომ ვთქვათ ну რა ვიცი ჩერქეზულ ნაზავი აზროვნება რომელიც ჩამოყალიბდა რაღაცა მარაზმატიკული ფორმით, რასაც საქართველოში საერთოდ ვერაფერი გაუგეს.
აი